ასეთი ქოთნის ჩანახი გინდათ აი სანდროსგან მოამზადოთ ბოლომდე უყურეთ რეცეპტს ნამდვილი ჩანახი სანდროსგან ცხრის ხორცით ბოლომდე უყურეთ ვიდეოს არინანებთ მოგესალმებით ჩემო საყვარელო გამომწერებო ეხლა ბატონი ალექსანდრე შემოგთავაზებთ ჩანახს ნამდვილი ცხრის ხორცისგან. დიახ, ეს თან ცხარი კი არ არის, ისეთი ის არის, რა ქვია, თოხლი ჯერ. აი ბატკანი ხო არის და ბატკნის შემდეგ თოხლი არის, აი შუა ხნით კი არა, ახალგაზრდა უბრალოდ ყრმა რა, ისეთი ის არის. და რა დაგჭირდება ახლა ჩანახის? საჭირო ინგრედიენტები, რა თქმა უნდა, ცხრის ხორცი დაგჭირდება, თავი ხახვი, პომიდორი, პომიდორის წვენის დაგჭირდება ცოტა. ხათოს გაკეთებული. ეს ხათოს გაკეთებულია, რა თქმა უნდა, ახლა გავხსენეთ, ძალიან კარგია. ეხა კი არა 2 წლისა და ნახე როგორია. ხო, ბადრიჯანი გვაქვს, აი ესე, დაჭრილი, ამას მე გაჩვენებთ რატომ არის ასე დაჭრილი. კარტოფილი, მწვანე წიწაკა, რა თქმა უნდა, მარილი, პილპილი, ნიორი და მწვანილები ახლა აქ ვეღარ დავდე, აღგვეტევა და ჭირდება კინძი, ოხრახუში და ცოტა რეჰანი, ცოტა. პირველ რიგში რას ვაკეთებ? პირველ რიგში ხორცი დავჭერით, ახლა ეს ბარკლის ხორცი იყო ძალიან კარგი და გავათავისუფლე ძვლისგან და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ჩავაწყობ აი ამ ულამაზეს ქოთანში პირველ ფენას ხორცს. ფენა აწყობ, რა საინტერესო. ეს მოსწრეული მე ეწყობა უკვე ფენა. ისე რა ჩვენი ცოლი ვარ, ცხრის ჩანახი არასოდეს გაგიკეთე. იმიტომ რომ შენ ცხარი არ გიყვარს ხონდა. აბა, ეხა ჩანახი საქონლის ხორცით კეთდება? როგორ არ კეთდება, კაცო, კეთდება საქონლის ხორცით. ეხლა მე მინდოდა მეჩვენებინა ამას თავისი სპეციფიური ისენი აქვს. ბარკლის დამუშავებას ხო და ჯირკვალი აქვს ისეთი, რომელიც უნდა ამოიღოთ, მაგრამ ეს ვინც გვაჩუქა ეს ისა რა ქვია ოჯახი. ხო. იმან ეტყობა იზრუნა და გაასუფთავა ყველაფერსგან და ასე სუფთა გაწყერებული მოვიდა. ესეთ მაგოგომ გამოგვიგზავნა. კი. შემდეგი ფენა იქნება უკვე ხახვი. ხახვს მე დავჭრი ნახევარ მთვარეებად. შუაზე გავჭრათ. გახსოვს ადრე ძალიან ბევრი წლების წინ ლილოში რო რაღაცა კარგი რესტორანი იყო შენ რო დამკვეთე. ვულკანის იყო. ხო, რამდენი წლის 19 წლის. სასადილო იყო სხვათა შორის ძალიან ხო. ხო, და იქ ხო მაჭამე და ის ცხრის იყო ხო? ცხრის იყო. 19 წლის წინ იყო მგონი. ძალიან გემრიელი იყო სხვათა შორის იქაც. ჩავფინოთ ახლა ეს შემდეგი ფენა მოდის უკვე. ხახვი. თან როგორ კარგად გააცალე ყველაფერი ცხიმე მე რომ მიყვარს ისე სანდრო. მასტერი ვარ. ესე. ჩაო. დაფნა გვავიწყდებოდა? დაფნა არ გვავიწყდებოდა რატო კაცო აი აუცილებლად ხდება ცხრის ხორცი მოხსნა ესეთი საშუალო კი არა და შეიძლება ითქვას მომცრო ზომის ისა და ამიტომ შემიძლია 4 ცალი ფოთოლი თავისუფლად ჩავაყარო. კი ბატონო, ეხლა რა მიდის? ეხლა ნიორი. ნიორი ეგრევე თუ ჭრი? არა, უკვე ნიორს ასუზავ ეხლა ოპა ეს. ხო. არ გადამივარდეს ჩემო ასისტენტო. ეს კარგად გავაკეთებ. ეს ხახვიც არ უნდა და ამდენი? ეხლა მოჩქარი ყველაფერი იქნება. დასაგებია. კი ბატონო. ეხლა ჩავაყაროთ ამას მარილი ეგრევე. ამას დაახლოებით გავუკეთებ. დაახლოებით კი არა, უბრალოდ 3 ჩაის ყოვს გარეს გავუკეთებ. ერთი სუფრის ყოვზი უნდა ეხა. ხო, მაგრამ ეხა სუფრის ყოვზის მაგერად ეს გთხოვე მე შენ ჩაის ყოვზი და ეს უფრო ეს არის პრაქტიკულია ჩემთვის. დავაყაროთ ასევე 1 ჩაის ყოვზი შავი პილპილი, იმიტომ რომ პილპილი აუცილებლად უხდება ასისტენტო. შეიძლება ესენი გადამიგეთ. კი ბატონო. ხო. და ეხლა გავუკეთოთ პომიდორი. კი ბატონო. დაჭრის და განახილოთ. დავჭრეთ. პომიდორს ჭრი ჩვეულებრივად, ხო რა, არანაირი ოთხკუთხედებად, ხო? კუბიკებად, ხო, კუბებად, არანაირი განსაკუთრებული ის არ სჭირდება ამას. პომიდორი რა თქმა უნდა ეხლა ისეთი არ არის. ჯერ გემოები არა, ხო, ქართული კია, მაგრამ ჯერ გემოები არა, ხამჭთარი, ამიტომ გავუცუცა.
აი ჩვენი ქოთანი უსება ნახეთ. დღეს ვერ დავაგემოვნებ სანდრო. დღეს არა კაცო, დღეს ჯერ ერთი რომ მოასვენებ ამ კერძს, მე რაღაცა, ეხლა დილით რომ გამეკეთებინა, ხო? რა თქმა უნდა, უფრო არა, შუა დღეზე მაგრამ დილით ვერ შევჭამ ხა ჩანახს მართალი გითხრა არა, შუა. დილით რომ გამეკეთებინა, მეთქი შუა დღისთვის გავს ინჯავდით, მაგრამ დღეს ჩვენ და შემდეგი ფენა უკვე მედის კარტოფილი. კარტოფილი შეიძლება ცოტა მეტი მომივიდა, მაგრამ ის ცოტა დიდი ქოთანი ხო არ უნდა რა ქოთნები, მაგრამ რა ქოთნები გამომადგა ლილოშინა. არა, ეს ჩავპრესო ეხლა შენ ხო არ გონია რომ ამას ესე დავყარა, ამას ჩავპრესავ ეხლა. კი ბატონო, ნახეთ რა ლამაზია უკვე. უკვე ლამაზია, კერძი რა თქმა უნდა. ესე ავიდა სიმწვანე. ეხლა გავაკეთოთ ციცაკები. შავი პიპილის უნდა და მე მაგალითად მწვანე ციცაკაც მიყვარს, იმიტომ რომ მეც. თავისებური სულ და მე მაინც რა აფხაზური და ოსური სისხლი რომ აქვს, იცი რომ ძალიან ცხარე მიყვარს. თავისებური სურნელი აქვს და მიდის აი აქვე მოვიკითხავ ჩემს უსაყვარლეს აფხაზ და ოს ხალხს. ჩემი ოჯახიდან დიდი მოკითხვები. ეხა ბულგარულები წავიდა. ბულგარული შეგვიძლია დავჭრათ წვრილათაც, შეგვიძლია დავჭრათ მსხვილათაც. ხო, ეს უკვე გემოვნებაზეა და გემოვნებაზე კიდე არ დაობენ. გემოვნებაზე არ დაობენ. ეს არის ჩვენეული ვერსია. მე უпростоრად მიყვარს აი ესე დაჭრა ხოლმე ემეების ბულგარულების. ლამაზია. ცოტა მსხვილად შეერთი ამამაზებს, მეც მეორე ზოგადად მე მამაკაცის მიერ მომზადებული კერძები მომწონს. ხო, გენაცვალე, კარგია რომ. იმიტომ რომ მაგრები ხართ რა. მოვაბრძანე სიმწვანე. ეს ჩავაყაროთ ესე ბულგარული. ბულგარულებიც წავიდა. ბევრი არ უნდა სადღაც 3 ცალი გაუკეთა სანდრო, ბევრი არ უნდა. ესე და ბოლოს მისი უდიდებულესობა. ესე რატო გაქვს დაჭრილი ისიც თქვი? ეს რატომ აქვს დაჭრილი და თუ გამომევა არ ვიცი ფოკუსი რა, აი ესე მინდა რომ ჩავდო იმაში რა. მე როგორ ჩადო არ გეტყვი. ეს როგორ არ მეტევა კაცო, აი თუ არ მეტევა. დიაბა დაპრესე. აჰა, გენაცვალე. ხო, რასი ლამაზია. ლამაზია და ესეც მიადე არის. ეს ეხლა რომ იმას იზავს, რა ქვია? დაუპრესოთ ისე. ის მწვანელი ბოლოს უნდა? მწვანელი უნდა ბოლოს, ხო. კარგი და დავდგავთ ახლა დაბალ კაცს. ეხლა ძალიან დაბალ ცეცხლზე ჩავდგავთ. ეხლა ამას უпростоრად სანამ დავდგავთ ცეცხლზე. ჩემი ტომატი. ვიფასო შენი ჩადოსნული ტომატიც. რა ფერია 2 წლის ჩადებული ხალხო, ნახე. მოასხათ, აი დაახლოებით. შა. ეხლა დავდგავთ დაბალზე და უკვე გამზადებული კერძით დაგიბრუნდა. ნახევარი რა მისი ეს რამდენიანია 800 გრამიანია? 700-იანი. 700-იანი, ხო, ნუ. ესე იგი დაგიბრუნდებით უკვე გამზადებული კერძით. მიყვარხართ. კი ბატონო, და შევდგათ დაბალ ცეცხლზე. დავდგათ აი ესეთ დაბალ ცეცხლზე, ნახეთ რა ლამაზია. იცი რა, შეგვიძლია კიდე დაუდაბლოთ და ბოლომდე ეს რაღაც ძალიან დაბალია სანდრო. ძალიან დაბალი უნდა მე, ხო? კაი, აჰა. ბოლომდე დაუდაბლო? აჰა, დაუდაბლე კი. აი ბოლომდე დაუდაბლე. და დაგიბრუნდებით მალე. ფინალისკენ მივდივართ და გაჩვენებთ რა ხდება. და ჩავაყაროთ მწვანე ცხა და ესეც საბოლოო შედეგი 5 წუთი. ითუხთუხებს 5 წუთი სანდრო? 10 წუთი და უკვე გამზადებულს გაჩვენებთ. და ესეც დასრულებული ვარიანტი სანდროს ჩანახი ამული. აი ჩანახიც არის და ჩანახიც. გემრიელად